ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი პროკურატურის არგუმენტებს პასუხობს. ადვოკატებს კითხვები გამოძიებასთან გაუჩნდათ. მათი შეფასებით კიწმარიშვილის გარდაცვალებამ თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს, თუმცა ეს გარემოება გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში არ ყოფილა. კიდევ რა გარემოებებზე ისაუბრეს ადვოკატებმა, თემის დეტალებით ალეკო გეთიაშვილი შემოგვიერთდება. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. თუმცა ადვოკატების თქმით, გამოძიების სამართლებრივ შეფასებებში ეს დაზიანებები გამოტოვებულია. ადვოკატების განცხადებით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი ავტომობილის უკანა სავარძელზეა დატოვებული. კვალი აღინიშნება ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყდრზეც. გაუცემელი დარჩა დნმ-ის ნაწილი, პასუხგაუცემელი დარჩა პიროვნების იდენტიფიცირება, პასუხგაუცემელი დარჩა ავტომობილზე აღმოჩენილი ანაბეჭდი თითის უდაოდაა დადასტურებული, მხოლოდ პისტოლეტის ლულასთან არის ეროსი კიწმარიშვილის იდენტიფიცირება დნმ დადასტურებული და აღმოჩენილი, მაგრამ რაც შეეხება სასახლეებზე, ეს უდაოდ დადასტურებული არ არის. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ძმა ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. ამის არგუმენტად კი გარდაცვლილი კიწმარიშვილის ძმას ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არარსებობა მოჰყავს. მოვიწყდა რაღაც პირადი მოტივებს, შურისძიებებს, ბიზნეს ინტერესებს ასე შემდეგ. მას ჰქონდა ცდილობა, რომ ჰქონოდათ საკუთარი სტუდია, საკუთარი მედია საშუალება, მაგრამ საწყის ეტაპზე ის აპირებდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორთან თანამშრომლობას. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ასე ეხმაურება სახალხო დამცველი უჩანანუაშვილი კიწმარიშვილის საქმეს. სახალხო დამცველის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ საქმე დახურა, მისი უწყება შესწავლას დაიწყებს. პროცედურულად ჩვენ მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ გვაქვს წდომა მასალებზე. ჩვენ დავიწყებთ უახლოეს დღეებში საქმის მასალების შესწავლას იმისთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ რეალურად რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, რაც მთავარმა პროკურატურამ შეკრიბა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კი დარწმუნებულია, რომ მთავარ პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ საქმე შეეწყვიტა. პროკურატურას საკმარისზე მეტი, ასე ვთქვათ, ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული არგუმენტებია საქმეში იმისთვის, რომ შეწყვეტილიყო. გამოძიებამ დადო თავის შედეგები, რომელიც გაჟღერებული იქნა პროკურატურის მიერ გუშინ. თქვენ ყველა მოისმინეთ. გადაწყვეტილება დაფუძნებული არის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურამ შეკრიბა, შესაბამისად მეტასამატებელი მეტი არაფერი გვაქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია. მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა.